მოგესალმებით ქალაქ გორიდან. მე ლევან სუხიტაშვილი ვარ. მსახიობი, ასევე გორიდან. მე აქ დავიბადე, აქ გავიზარდე. აქვეა ჩემი სკოლა. მე მიყვარს ეს ქალაქი, რომელიც ასოცირდება ჩემს ბავშვობასთან, ჩემს ოჯახთან და იმ სითბოსთან, რომელიც ბავშვობიდან მომყვება. პირველ ნაბიჯებს აქ ვდგავდი და აი ზუსტად ამ პარკში გავიზარდე. თუმცა გვაქვს ძალიან ბევრი სხვა ღირსშესანიშნაობებიც. აქვეა გორის ციხე, გორი ჯვარი, უფლის ციხე, ატენისიონი. სამწუხაროდ ყველაფერს ერთად ამ გადაცემაში ვერ მოვასწრებთ და ამიტომ გირჩევთ რომ თქვენ თვითონ დაათვალიეროთ ეს ლამაზი ქალაქი და მისი რეგიონი. ბოლოს კი გადავინაცვლებთ ადგილას, სადაც ჩვენი მასპინძელი მოგვიზადებს ძალიან გემრიელ კერძებს. ეს გორის ციხეა, რომელიც ინახავს ბრძოლისა და სიყვარულის არაერთ ისტორიას. ციხის არსებობა მე-7 საუკუნიდან დადასტურებულია, თუმცა მისი ძირი ანტიკურ ხანაშიც უნდა ვეძებოთ. იგი იცავდა გზას, რომელიც აერთიანებდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს. სხვადასხვა საუკუნეებში ციხემ არაერთი მტრის არაერთ შემოსევას გადაარჩინა როგორც ციხე, ასევე ქალაქი. 1801 წლიდან ციხემ სამხედრო ფუნქცია დაკარგა. იგი აგებულია სხვადასხვა ქვის ფენით, რაც ასახავს მის მრავალ საუკუნოვან ისტორიულ ფენებს. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, როდესაც მძინარე ქალაქს მტერი მოუახლოვდა, თევიდან უცნაური ქარი ამოქროვდა, რომელსაც გადაუარა ციხეს, აჭრიალა ციხის კედლები, გააღვიძა ცველები და ასე გადაურჩნენ ერთ-ერთ შემოსევას ქალაქი ციხე და მისი მაცხოვრებლები. დღეს ციხე ქალაქის ერთ-ერთ ტურისტულ პოპულარულ ადგილად ითვლება, სადაც ძალიან ხშირად სტუმრობენ ტურისტები, არა მარტო ციხეს, არამედ ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობებს, რადგანაც ქალაქში დამრწმუნეთ ჩვენს ქალაქში ბევრი ღირსშესანიშნაობა გვაქვს. ქალაქიდან იშლება, უпроსორად ციხიდან იშლება ულამაზესი შიდა ქართლის ხედი, რომელიც ძალიან შთამბეჭდავია დამთვალიერებლებისათვის. ხოლო ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ქალაქის სახელიც ამ ციხიდან მოდის, რადგანაც თვითონ ციხე გორაზეა, ქალაქსაც ამიტომ დაერქვა გორი. დადასტურებული არ არის, თუმცა მე ძალიან მინდა რომ ეს ისტორია ნამდვილი იყოს. ეს ხომ ჩემი გორია. გორის ციხე არ არის უბრალოდ ნანგრევები, ეს არის ქართლის სულის, სარკე და გმირების ჩუმი ნაბიჯები. ბავშვობიდან ვიცი რომ მისი კედლები ყოველთვის ლაპარაკობენ და მინდა რომ ერთად მოусმინოთ მათ. წავედით. ეს ატენისიონია, რომელიც აგებულია მე-7 საუკუნის მეორე ნახევარში თბილისის სიონის მსგავსად. იგი მდებარეობს ატენის ხეობაში მდინარე ტანას მახლობლად, რაც როგორც ხედავთ მის სილამაზესა და სიმყუდროვეს მეტ მომხიბლელობას ზენს. ტაძარში დაცულია მე-11 საუკუნეში შესრულებული ფრესკები, სადაც აღბეჭდილია წმინდანებთან ერთად იმდროინდელი მეფეები და დიდგვაროვნები, რაც მნიშვნელოვან წარმოდგენას გვიქმნის იმდროინდელი სამეფო კარის შესახებ. გარდა რელიგიური ცენტრისა, ტაძარში ფუნქციონირებდა სკრიპტორიუმი, სადაც იმდროინდელი ბერები და სწავლულები ახდენდნენ ძველი ხელნაწერების გადაწერას. ეს ფაქტი კი იმაზე მეტყველებს, რომ ატენისიონი წარმოადგენდა იმ დროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცოდნის კერას. როგორც ხედავთ, ტაძარი დღემდე მოქმედია და აღევლინება წირვა ლოცა. ხშირად სტუმრობენ მომლოცველები და ტურისტები და გირჩევთ, რომ ეს ადგილი აუცილებლად დაათვალიეროთ. ხოლო თვითონ ხეობა პოპულარულია მეღვინეობით. ჩვენთვის ყველასთვის პოპულარული ატენური ღვინო და შიდა ქართლის სამზარეულო გამორჩეულია, რაშიც ძალიან მალე ყველანი ერთად დავწმუნდებით. წავედით. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ბოშურში, ძალიან ლამაზ კომპლექსში, სადაც გვიმასპინძლებს ერთი ძალიან კარგი გორელი კაცი და როგორც შეგპირდით, აუცილებლად გავამზადებთ და მოვამზადებთ შიდა ქართლის სამზარეულოს გამორჩეულ რამოდენიმე კერძს. გადავედით ყველაზე მთავარ და გემრიელ განყოფილებაზე. როგორც შეგპირდით, დღეს მოვამზადებთ უბრალოდ კერძებს, მოვამზადებთ ბატონ ზაგროსთან ერთად. გორელი კაცი. კი ბატონო. შესაბამისად, ის კერძი, რომელსაც შენ არ გეტყვით, მაგრამ ცოტა ხანში გაგიმხერთ, გამოვა ძალიან გემრიელი, იმიტომ რომ ამაზე ექსკლუზივი გვაქვს მხოლოდ გორელებს. არანაირი კიევური და არანაირი სტოკჰოლმური. კატლეტი არის გორული და წერტილი. მინდა თავიდანვე გითხრა, რომ მეც რაღაცა გამეგება სამზარეულოში და შეგიძლია გამომიყენო როგორც ასისტენტი. კი ბატონო. მაგალითად ჭრი, მაგრამ წვანილს, ხახვის გარდა ყველაფერს, ხახი შენი იყოს. კი ბატონო, არ არის პრობლემა. რატო გვაქვს ექსკლუზივი გორელებს კატლეტზე? იმიტომ რომ მხოლოდ ჩვენთან მზადდება, ჩვენ მოვიგონეთ გორელებმა ძირძველად ადრე და იმის მერე მოდის ის ტრადიცია და მთელ საქართველოში
პირველი კატლეტი არის ჩვენი გაიგეთ? გორელების. ასე რომ სწორად თქვი, რომ არანაირი კიევური და არანაირი სტოკჰოლმური კატლეტი არის გორული, დაიმახსოვრეთ. ყოველთვის მაინტერესებდა, იმიტომ რომ მე მართლა ძალიან მიყვარს გორული კატლეტი და მაინტერესებდა ყოველთვის რატო გამოირჩეოდა გორული კატლეტი ასე დანარჩენი სხვა ჩვეულებრივი კატლეტები. იმიტომ რომ შედარებით უფრო კარგი შეზავებაც გვაქვს, თან ჩვენი საიდუმლო ისინი გვაქვს, რეცეპტი გვაქვს, რომელიც აძლევს ამ კერძს და ამ კატლეტს იმ ხიბლს, რაც უნდა ჰქონდეს და რაც გამოარჩევს სხვა ყველა კატლეტისაგან. ანუ ეგ უკვე გამოუტოვე, ეგ საიდუმლო უკვე. კი ბატონო, ეს ჯობი არის ისე საიდუმლო დავტოვე. სხვადასხვა სახში ერთხელ ვცადე გორული კატლეტზე გაკეთება, მოიძიე შესაბამისი რეცეპტი. გამომივიდა, თავარი იქ იყო წვენი, აი იმ წვენის ეშხი არის ამ კატლეტში. გამომივიდა, მაგრამ ისეთი არა. აი ხა გიყურებ როგორ გააკეთებ და რა იქნება ის საიდუმლოც დაგცინცლო. კი ბატონო, კარგით. ქინძი შეგიძლია დამიჭრა და ქინძი მომცე დაჭრილიც არის შეგიძლია ეგეც გამოიყენო. დავჭრე კიდევაც. კი ბატონო, ბევრი არ გინდა, ცოტა. ანუ იმ საიდუმლოს გარდა, რაც შეგიძლია რომ გაგვანდო, რა ხდება ახლა აი აქ? ეგ რო გითხრა. აქ ხდება თავისი მთელი დაზილვა, ის სიწვნიანეს და იმ ყველაფერს რაც აძლევს ამ კერძს და რაც გამოარჩევს. პირველი ის არის, რომ მე საიდანაც, ანუ ეს ფარში რატოც არის ესეთი კარგი კონკრეტულად ჩვენი, ძალიან მაგარი მზარეულებისგან ვისწავლე. თან გორელებისგან. ანუ თქვენ ოფიციალურად ბატონო ზექრო ხართ მზარეული, ხო? კი ბატონო. არა პლუს გორული სამზარეულო სხვა ცალკე გაგა. რა თქმა უნდა, ეგ ცალკე განხრა საერთოდ. ხალხიც გამოვიყენო, ხალხში ვიცოდი რომ არიყავი კარგი და მითხარი. არა, შემიძლია, მაგრამ რადგან ახლა დაცრემებული თვალები გიყურე. კი ბატონო. მაშინ დაჭრილ ხალხს გამოვიყენებ. ნუ ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს ჩამოტარება ერთმანეთში, ის ხალხიც და ის ყველაფერი ფარში უნდა ერეოდეს, როდესაც ატარებ მაშინაში და მაშინ გამოდის ყველაზე კარგი. კარგი არ უნდა მაგრენი. თუნდაც შენ თუ რასაც ვაკეთებ, ლაზათიანად უნდა გავაკეთო. რა თქმა უნდა. აი სხვათა შორის აი ესეთი წერდანაზე ყოველთვის ოცნებობდა. ივლესა ხო, მაგრამ ბლაგუდება. ნუ ეგ სამზარეულოში თანდები პროცესია და ყოველთვის უნდა იმას. ამას ჭირდება მე კარგახანი დაზელვა. გარდა საიდუმლოსი. ეხლა დავამატეთ, ნუ ეხლა ქინძი გასაგებია. ქინძი ის არის სუნელებიც უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად. სუნელებს ხომ ეთქვი გამანდო? რა თქმა უნდა. აი, აბა რა სუნელები გვაქვს? ყველას მოგვიპოვებათ ამ ოჯახის და ასე შემდეგ. შეგიძლიათ ყველამ სად უნდა გამოვიყენოთ. ყველაფერი მაქვს, აი, დიდი ისა მაქვს, ძალიან ბევრი კი სუნელი. ბატონო. მაინტერესებს. ცოტა ოდენი დაღერგილ წიწაკას უშვევით ხოლმე. კი მაქვს. უცხო სუნელს უშვევით, ილპის უშვევით. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ქინძის სუნელსაც უშვევით. და ამავდროულად ხავს, ნიორს და მწვანე წიწაკას გატარების დროს ვუმატებთ. ანუ ცოცხლად რაც არის და ქინძის ძირებით შეგვიძლია გამოვიყევოთ, იმიტომ რომ ძალიან კარგი ჩვენ ახლა მიუხედავად იმისა, რომ ქინძი ჩავაჭერით, ქინძის სუნელს მაინც უშვევთ. კი ბატონო, ამ შემთხვევაში ეგრე გავაკეთოთ. ზაქრო, ახლა მოდი გადავიდეთ ხორცზე. ხორცზე მაინტერესებს, რამე განსხვავებული უნდა თუ ჩვეულებრივი, ან რიცი ხორცი? ჩვეულებრივი კლასიკური შეზავებაა, თან მზადდება საქონლის ხორცით, ძირითადი ბაზა და ემატება შემდეგ უკვე ღორის ფერთხი, რომელიც სიწვნიანეს აძლევს და გემოს უფრო და უფრო კარგად ხსნის. იცი რა მაინტერესებს კიდე აი სხვა კატლეტებს, ჩვეულებრივ რიგით კატლეტებს ხო უშვებიან, ფქვილს, კარტოფილსაც უშვებიან. კი ბატონო. ანუ ეს ყველაფერი არ ჭირდება, ხო, მე როგორც ვიცოდი, არ ჭირდება გორულ კატლეტს. გაიგეთ ხო? პურსაც ნაშვება ხოლმე, ანუ შაქოსურებს რაღაცა იგიც არ ჭირდება, სუფთა უნდა იყოს ნატურალურად და ყველაფერი იდეალურ გემოზე ჭირდება მე, მაგიტო არის კიდე უფრო მაგარი ეს კატლეტი. განსაკუთრებით კიდე ჩვენთან. თუ ესეც საიდუმლო არ არის, ის საიდუმლო რაღაცა, რას მატებს ამას გარდა გემოსი, წვენს თუ აი რას მატებს? რითია გამორჩეული? მე მაინტერესებს. წვნიანობას იმაშრება, მატებს ყველაზე რაღაცა. კი ბატონო. ნუ არის რაღაცები, რაც ხდება ვეგასში უნდა დარჩეს. ანალოგიური აქვს შემთხვევაში. არც გაძალებთ. საიდუმლო არის საიდუმლო, მე ყველას საიდუმლოს პატივისცემ, ასე რომ მოდი ახლა გავამზადოთ ჩვენი კატლეტი. მომეხმარები? ამოვიღებ ჩემს ხელთათმანს. კი ბატონო. მეც მაქვს შავი ხელთათმანი. მოდი აბა დავიწყოთ ახლა გუნდების გაკეთება. აი ამას როგორც ვთქვი, თავის ფორმა გორულ კატლეტს, თავის ფორმა, ხო, ეგრე არის. რო ეს მიგლისო და დააგდო და შეწვა. ქვილთან ერთად უნდა გადავურიო. კარგად მისცე, რომ დაუშვათ არც დაფაზე არ დაეკროს ხორცი. მე ასე, დანითავიღოთ, მარტივია.
და გამოდის ესეთი ლამაზი აბა მიმიშვით. მას აქ დავდებთ თქვენ ის ნებართვით. ანუ ეს უნდა გავაფრთხილო ჯერ. არა, არ უნდა გავაფრთხილოთ. ეგრე უნდა დავაწოდოთ. ეგრევე გადააგურავთ კი. აჰა, გასაგები. მე რა გამო. ეს ჩემი ამას მხოლოდ მე ვჭამ. პრინციპში არც არავინ არც შეჭამს, იმიტომ რომ არ გამომდის ისეთი ზაქროსნაირი ხა. ზაქრო შეფია, მე კიდე თანაშემწე. დანა უნდა მოიცა, დანა. ეხლა ნერვნა განიცას გვერდებზე ეს ფორმა მიეცით. პირველ დღეზე კარგი. ჩვეულებრივი გორელი კატალეტოლოგი ვარ. არის, გენი მაინც ხო არის რა. ეხლა შეგვიძლია ეს ჩვენი გავწყვეტებული კატლეტები უკვე მოვამზადოთ. მოიცა ამას ცოტა ფქვილი უნდა. ბატონო შეფ, ანუ ეხლა უკვე ყველაფერი მზადაა? ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ გავაკეთოთ კატლეტი შევწოთ. შევწოთ. კი ბატონო. გახურებულ ტაფაზე ვდებთ ერთ მხარეს. ერთი მხარეს რომ დავინახავთ, რომ კარგად შეიბრაწება. მე მეორე მხარეს გადმოატრიალებთ. შემდეგ ვამატებთ ცოტაოდენ წყალს და შემდეგ თავსახურს ვახურავთ. ვაჩერებთ დაახლოებით 5 წუთს და შემდეგ უკვე მზად არის ჩვენი გორული კატლეტი. აი ჩვენი შედეგიც. მე და ზაქრომ აუცილებლად მე და ზაქრომ, იმიტომ რომ ჩემი წვრილიც არის. ბოლო აქ ერთი წელი ჩემი კატლეტია. მახინჯი რომელია? არა, ნახე იქ ტაფაში ყველა თავის ფორმას იღებს და ყველა ლამაზდება. მოდი ახლა გადავიღებ. მე დავაგემოვნებ. რა თქმა უნდა, ჩემ გაკეთებულს გადავიღებ, თქვენი არაფერი არ მჭირდება. კატლეტის განუყოფელი ატრიბუტია პიურე. სადაც ხედავ, რომ ძალიან გემრიელად არის გაკეთებული თავის კარაქები და ეხლა გავსინჯავ და თან გეტყვით, თან აგვიხსნის რაღაცებს ბატონი ზაქრო. სასწაულია. მართლა ძალიან გემრიელია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კატლეტი გემრიელი გორული კატლეტი მიჭამია, მართლა გამორჩეულია და ძალიან კარგია და კიდევ ერთხელ გიჩვენოთ, რომ აი აქ სოფელ ბოშურში ეს კატლეტი დააგემოვნოთ. ბრავო ზაქრო. ეხლა როგორც და ბრავო მეც. გადავედით შემდეგ კერძზე. სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ შიდა ქართლის სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძია, მე არასოდეს არ გამისინჯავს და ძალიან მაინტერესებს რა გამოვა. მაშასე შინდის შეჭამანდი. როგორ ვიწყებთ? დაგჭირდება შინდის რა თქმა უნდა. შინდი დაგჭირდება დახუფული. ოჯახში როგორც ვაკეთებთ. კი ბატონო. შემდეგ ამას ავიღებთ ნაყოფს. და ეს უნდა გავხეხოთ ახლა ჩვენ. ამ სეტკაში, აი ასეთ სეტკაში. ხეხავთ? ამას უნდა გავხეხოთ. თვითონ მომზადების სპეციფიკა მაინტერესებს, ანუ რაში მზადდება, როგორ მზადდება, ქვაბში, ტაფაში, იხარშება, იხრაკება, თუ რანაირად მზადდება. ნახევრად იხრაკება და მე უკვე ქვაბში ასრულებს თავის შეჭამანდობას. ამის შემდეგ აი ეს შინდი, სადმე გვაქვს? რას ვამატებთ? ჯერ შემდეგ რას ვამატებთ და კი ბატონო, ესე იგი, პირველი პროცედურა არის ხახვის მოწალვა კარაქთან ერთად. შემდეგ უნდა დავამატოთ უკვე გახეხილი შეჭამანდი შინდის, შემდეგ მოძდევს სუნელები და ბოლოს ვასრულებთ ნიგვზით. შემდეგ უნდა დავამატოთ ნიორი, შემდეგ უნდა დავამატოთ ქინძი და აი ისიც. შინდის შეჭამანდი, რომელიც მე არ გამისინჯავს და ეხლა გავსინჯავ პირველად. ზაქრო, გთავნებას. კი ბატონო. ეს ქინძია თუ არა? ქინძია. მოვრიო თუ? შეგიძლიათ მოვრიოთ, შეგიძლიათ. საოცრებაა. აი ამის რეცეპტი ნამდვილად დამჭირდება. რაღაცნაირად სიმჟავე დაკრავს. ეს შინდის სიმჟავე ალბათ, ხო? კი, მაგისია. რაღაცნაირად ძალიან გემრიელი სიმჟავე დაკრავს. კიდე ახლა მოიცა დავაკვირდე ავათამაშო გემოები. ყველა სხვა შეჭამანდებისგან განსხვავებით, ცოტა ზედმეტად და მეტად თავის სპეციფიური პიკანტური გემო აქვს. ძალიან გემრიელია. აი მართლა არ ვაჭარბებ, იმიტომ რომ აი გადაცემის მართლა გემრიელია. ძალიან გემრიელია. უი ხო, მამაკაცების გასაგონად. მე მაგალითად ძალიან მიყვარს ნაბახუზევზე, აი ასეთი კერძების, მე მიყვარს მაწვნის სუფი, მიყვარს ჩიხირთმა, მაგრამ ეს აუცილებლად დაიკავებს თავის ადგილს ჩემს ნაბახუსევზე საჭმელების რიგში. ძალიან ალბათ პირველსაც. მაწვნის სუფზე უფრო მეტად უკვე გადაინაცვლა პირველ ადგილას.
ესეც შინდის შეჭამანდი. ცოტა დამძიმებული შეიძლება მოგეჩვენოთ, იმიტომ რომ მთელი ორი კერძი დავაგემოვნე. კატლეტი, გორული და შინდის შეჭამანდი. ეხლა კი გადავდივართ მის აღმატებულება ხავიწზე. ხავიც ხო გორულია. ხო შემიძლია რომ ამ ხეობისაა. ხეობისაა, გორისაა, კი ბატონო. ზარეულიც და კერძიც არის გორის. რა გვაქვს ახლა? რითი ვიწყებთ ხავიცის მომზადებას? გვაქვს არაჟანი, ნაღები და ფქვილი. ეს სამი ინგრედიენტით, ამ სამი ინგრედიენტით შედგება ხავიცი. ერთი სუბიექტური კითხვა მაქვს ზაქრო. კი ბატონო. აი ჩემს ირგვლივ, ჩემი მეგობრები ვინც არიან სხვადასხვა კუთხიდან, არაგორელები. გურია იქნება, იმერეთი იქნება ასე შემდეგ. სულ იძახიან, აი თქვენ რა კერძი გაქვთ? აი უკვე იმდენი გავაკეთე და წინ კიდე იმდენი გვაქვს, რასაც ვერ მოვაცნობ დღეს. რა ვიცი, უბრალოდ მაინტერესებს აი ჩვენი რა არის. აი რაზე შეიძლება ითქვას, რომ ქართლის სამზარეულოდან არის. ყველაზე მთავარი არის, რა თქმა უნდა, კატლეტი. გორული კატლეტი, რომელსაც ლაპარაკი უკვე აღარ ჭირდება, დამტკიცებულია და აქსიომაა უკვე. შემდეგ უკვე ეს ყველაფერი ვისწავლე აქ მასწავლეს, ძალიან კარგი ჩემთვის მეგობრებიც არიან. ორი ადამიანი მუშაობს სამზარეულოში, მაია და მაია. მაია და მაიას გაუმარჯოს. რომლებიც ძალიან კარგი ადამიანები არიან და ეს სულ ყველაფერი და ეს რეცეპტი ახლა რაც არის, ეს არის მამაპაპური რეცეპტი, რომელსაც მხოლოდ აქ აკეთებდნენ. და შესაბამისად კიდე უფრო ბევრი კერძია, რომელიც აქ მზადდება ბოშურში, გორში. ამზადებენ ბოშურელები გორში, ამზადებენ ბოშურელები, ადგილობრივი ყველაფერი ნატურალურად კეთდება და თან ის არის, რომ აქაურმა ბებოქალებმა კიდე უფრო ასე რომ ვთქვათ, კიდე უფრო მეტი რაღაცა ვისწავლე. ქარში და ქართლის სამზარეულოს უნიკალურობა და გამორჩეულობა. კიდე რით შემიძლია რომ აი მათ რომ იყურებენ და მისმენენ და ესე ქედმაღლურად რომ ელაპარაკებიან ხოლმე თქვენ რა გაქვთო? თუმცა ძალიან კარგი იციან რას გვაქვს, კიდე რა გვაქვს. ყველაზე გემრიელი რაც ჩვენ გვაქვს და გამოგვარჩევს კიდე კატლეტისგან, ეს არის ჩვენი ხასიათი, ჩვენი ხელები, ჩვენი გული და ის ყველაფერი როგორ უდგებით ნებისმიერ კერძს. გაიგეი ბიჯო. აი მან გაიგეი ბიჯოში არის ზუსტად ის ჯიგრობა და ის სიყვარული ასე რომ ვთქვათ, რაც ნებისმიერ კერძს სჭირდება და ეს ყველაფერი ხდის კიდე უფრო დიდ უნიკალურობას. რას ვაკეთებთ? ეხლა სანამ ლაპარაკობთ არაჟანი და ნაღები შეურიეთ. ეხლა ეს ჯობია რომ გადავინაცვლოთ გაზზე, გასხურაზე, რომ იქ გავაგზავნოთ შემდეგი საქმიანობა. არაჟანი და ნაღები უნდა მოურიოთ ერთმანეთს გაზზე და ამის შემდეგ უკვე ვუმატებთ ფქვილს, სანამ არ მივიღებთ ერთიან დიდ მასას და შემდეგ უკვე ბოლოს, როდესაც გადმოვიღებთ ჭურჭელში, ვუმატებთ ერბოს. და მესამე და ვითომ ყველაზე გემრიელი? იმიტომ რომ ერთმანეთისგან წინაორს ვერ გამოვარჩა. თანაბრად გემრიელი მაშინ. ნახოთ აბა ხავიცი როგორი გამოვიდა ჩვენს ულამაზეს ბოშურში, ჩვენი ძალიან კარგი ზარეულის ზაქროს მიერ მომზადებული ხავიცი. რა ზუსტად ვიცი რომ ეს გემრიელი იქნება და თან ძალიან მარტივი რეცეპტია, ესე იგი არაჟანი, ნაღები, არ მითხრა, არაჟანი, ნაღები და კარაკი. კი არა და ფქვილი და ბოლოში ერბო. ერბო დავადეთ უკვე? არა, შეიძლება რომელიც გინდა ის და. კარგი, ერბოსაც დავადებ, ბარემ სული კომპლექტაცია რო იყოს და ისე იყოს. ცი როგორი კერძია ნებისმიერ სეზონზე, ნებისმიერ დღის ნებისმიერ განმავლობაში სიამოვნებით რომ მიირთმევ. ძალიან გემრიელია. გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას, ძალიან ბევრ ტურისტს და ასეც იქნება, იმიტომ რომ ამ ადგილს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა. ასეთი სიწყნარე, სიმშვიდე, კარგახანია, მხოლოდ კაპროვანში მაქვს ნანახი, მეტი არცად ამ ბოლო დროს. გულით გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას. მადლობა. წავედით, დამტოვეთ მარტო ჩემს ხავიცთან ერთად.